მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ ყურებთ კურიერს 10 საათზე. ერთ საათში პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მორიგ სხდომაზე შეიკრიბება. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2003-2012 წლებში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები და საპატიმროებში არსებული პირობები. ეს იმ თემების ჩამონათვალია, რაზეც დღეს საუბარი უნდა იყოს. გამოკითხვაზე მიწვეული არიან ემზარ კვიციანი, გიორგი კაპანაძე, მარიამ რატიანი, გიორგი თარგამაძე და გიორგი კანდელაკი. მათმა ნაწილმა პარლამენტში მისვლაზე უარი უკვე განაცხადა. სამი მნიშვნელოვანი მიმართულებაზე იქნება ადამიანები დაბარებული. ეს არის პოლიტიკური დევნა და საკუთრების უფლების შელახვა. ეს არის 2008 წლის ომი და მასთან დაკავშირებული რეზოლუცია 16-23-ზე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე მოღალატური ხელმოწერა და ეს არის ადამიანების ცემა წამების და ერთების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე მოსმენა ადამიანების. რეზოლუცია 16-23-ის საქმეზე იქნებიან დაბარებულები ევროსაბჭოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი კანდელაკი და ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი თარგამაძე. ეს არის თემის გადატანა, რომ მედიაში მხოლოდ ამ კომისიასთან დაკავშირებული საკითხი ტრიალებდეს და ამ ვითარებაში არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ შექმნილი არალეგიტიმური კომისია არის სამარცხვინო დანიშნულების მატარებელი. დესტრუქციული ოპოზიციის რეაქცია არის სრული ისტერია, ვინაიდან მათ იციან, რომ მათი პასუხისმგებლობა გარდაუვალია ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და საქართველოს სამხედრო ძალების გენერლებად წოდებულმა პირებმა, გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ნაციონალური მოძრაობა, მათ რეალურ მიზეზად დაასახელეს, რომ საერთო ინტერესი აღარ აქვთ, ცდილობენ, რომ საკუთარი სინდისისა და ნამუსის და საზოგადოების წინაშე სწორი პოზიცია დააფიქსირონ, თუმცა ეს სწორი პოზიცია უნდა იყოს იმ დანაშაულის აღიარება, რა დანაშაულიც ჩაიდინა იმდროინდელმა რეჟიმმა. საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე ნაციონალური მოძრაობის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით სარჩელის მომზადებამდე ქართული ოცნება პარტიის აღრძალვის შესახებ კანონპროექტს დღეს ბიუროზე დააინიცირებს. დოკუმენტის მიხედვით აიგრძალება ასევე ნაციონალური მოძრაობის წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობა. შეგახსენებთ ნაცმოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივის შესახებ. მართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა. არალეგიტიმური რეჟიმი ცდილობს, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტია, აკრძალოს კრიტიკული მედია, აკრძალოს სამოქალაქო სექტორი. მიმედოვნებ, რომ საზოგადოებას და ხალხს ექნება ისეთივე რეაქცია ყოველივე ამაზე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას და მის ევროპულ მომავალს, ქართულ დემოკრატიას და თავისუფლებას. თუ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ეყოლება იგივე პერსონალური შემადგენლობა, ან იგივე საწესდებო მიზნები, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას და მთელ მის დანაყოფს, მათი პოლიტიკური საქმიანობა შესაძლებელი გახდება, რომ იყოს აკრძალული. საგამოძიებო კომისიის მუშაობამ ჩვენ ნათლად დაგვანახა, რომ გვექნება საბოლოოდ დასკვნა, რომელიც იქნება მყარი საფუძველი ნაცმოძრაობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი, რათა მოხდეს ამ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება. მესამე მოსმენით იწყება დღესვე საპარლამენტო კომიტეტებში ამერიკული ფარას ანალოგიური კანონპროექტისა და მედიასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე მსჯელობა, რომელიც უმრავლესობის განმარტებით ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით შემუშავდა. ორივე მათგანზე საბოლოო კენჭისყრა ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე უნდა მოხდეს. მართველი გუნდი ინიციატივების დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. შეერთებული შტატები საკუთარ სუვერენიტეტს მაქსიმალურად იცავს გარეშე გავლენებისგან და ეს ყველაფერი სწორედ ეგრეთ წოდებული ფარას კანონით ხორციელდება. არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი USAID-ის ცნობილი სკანდალის შემდგომ, ის რაც თვითრეგულაციის ინსტრუმენტები არსებობს მედია კანონმდებლობაში, არ ხდება ამ ინსტრუმენტების გამოყენება, ამიტომაც შეიქმნა ისეთი საკანონმდებლო დანაწესები, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს უცხოური თანხების შემოდინების აკრძალვას, მეორე ის რომ იქნება უზრუნველყოფილი დეზინფორმაციისგან და ფეიკისგან საზოგადოების დაცვა. ოპოზიციას არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ერთიანი აზრი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილთან გუშინდელი შეხვედრიდან გამოსული ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ეხმიანებიან. ხელისუფლების ოპონენტები ადასტურებენ, რომ საზოგადოების დაკვეთისა და მათი მცდელობის მიუხედავად პოზიციების დაახლოება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა და იმედოვნებენ, რომ ცალ-ცალკე გაძლიერებას მაინც შეძლებენ. მართლ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია არასდროს ყოფილა ერთიანი და რომ ოპონენტებს მოსახლეობისთვის
შესათავაზებელი არაფერი აქვთ. საზოგადოებაში მგონია რომ არსებობს დაკვეთა ერთიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ თუ კი რიგ საკითხებზე ვერ ხერხდება შეთანხმება, რაც თინა თიმბოკუჩავამ ახსენა, ჩვენი მხრიდან ყველანაირად ვეცადეთ რომ ეს პოზიციები დაახლოებულიყო, მაგრამ ჯერჯერობით მე ხაზს გავუსვამ, ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება, ამიტომ არც ნიჰილიზმში არ უნდა ჩავარდეს საზოგადოება, არც სტარი მოლოდინები არ უნდა კონდეს. და მიმაჩნია რომ კარგი არის ძლიერთა ერთობა. ჩვენ ყველამ თავი უნდა მოვიძლიეროთ, ვისაც შეგვიძლია საერთო პოზიციების ჩამოყალიბება, ისინი მან ჩამოყალიბდეთ, თუ სრული და ტოტალური ერთობა არ გამოდის. ისინი არასდროს ყოფილან ერთიანი, მათ ყოველთვის ჰქონდათ საკუთარი ინტერესები და ცდილობდნენ რომ საკუთარი ასე ვთქვათ ზრახვები განეხორციელებინათ და ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება. ერთმანეთშიც კი ვერ მოახერხეს რომ ასე ვთქვათ კონსენსუსი მომხდარიყო და იგივე გრძელდება კლავად. საზოგადოება დაიღალა უკვე ამ ადამიანების ასე ვთქვათ ყურებით. ყველა მიცის რომ ეს ადამიანები საქართველოსადმი მტრულად არიან განწყობილები. შესაბამისად ეს პერიოდი არის ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად ამ კლასტერის დასასრული. შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებისთვის პოლიციამ ერთი პირი აიყვანა. უწყების ინფორმაციით დაკავებული 30 წლის რუსეთის მოქალაქეა და მას სხვისი ნივთის დაზიანებაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სახე სპეციალური ნიღბით ჰქონდა დაფარული მიმდინარე წლის 28 მარტს რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი მიზანმიმართულად დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მალევე თბილისში დააკავეს. მას 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ერის. ნარკოდანაშაულის ბრალდებით კი დაკავებულია 4 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვასა და გასაღების მცდელობაში ადანაშაულებენ. დაკავებულთაგან ერთი მრავალჯერ ნასამართლევი პირია, ორი კი 19 წლის ახალგაზრდა. დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპისა და პუტინის მორგის სატელეფონო საუბარი მომდევნო კვირას შედგება. ABC News-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ძალიან გაბრაზებულია პუტინის განცხადების გამო, რომელიც უკრაინაში გაეროს ხელმძღვანელობით დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. საპასუხოდ ტრამპმა რუსულ ნავთობზე ახალი ტარიფების დაწესება არ გამორიცხა. ამავე დროს უკვე როიტერთან ინტერვიუს დროს ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის შესახებაც ისაუბრა. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ზელენსკი ცდილობს იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან გასვლას და თუ ეს დადასტურდა, მას დიდი პრობლემები ექნება. აქვე ტრამპმა კიდევ გაიმეორა, რომ უკრაინა ნატოს წევრი სურვილის მიუხედავად ვერასდროს გახდება. ჩვენ იშვიათი მინერალების შეთანხმების შესახებ მოვილაპარაკეთ. ახლა ზელენსკი ამბობს, რომ ამ შეთანხმების პირობების გადახედვა უნდა. მას ნატოს წევრობა უნდა, თუმცა ის ვერასდროს გახდება ნატოს წევრი. ამას იაზრებს. თუ შეთანხმების პირობების გადახედვა უნდა, მას დიდი პრობლემები ექნება. ფიქრობ, რომ პუტინი საკუთარ სიტყვებს უკან არ წაიღებს. როდესაც ჩვენ პუტინზე ვსაუბრობთ, არ ვფიქრობ, რომ ის სიტყვას გატეხს. დიდი ხანია მას ვიცნობ და ყოველთვის კარგად ვახერხებდით თანამშრომლობას. რა თქმა უნდა, არ მსურს რუსეთზე მეორადი ტარიფების დაწესება, თუმცა თუ ეს ასე მოხდება, ეს მათთვის კარგი არ იქნება. ომის დასრულების ფსიქოლოგიური ბოლო ვადა არსებობს. თუ მომეჩვენება, რომ ისინი გვეთამაშებიან, ეს არ მომეწონება. კლავომია უკრაინაში ოკუპანტებმა ქალაქ ხერსონზე დრონებითი ერიში მიიტანეს. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია 6 დაჭრილის შესახებ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაცემებით თავდასხმის სამიზნე ქალაქის ახლოს მდებარე სოფლები და დასახლებები იყო. რუსულმა ძალებმა ისინი დრონებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან დაბომბეს. თავდასხმა იყო ხარკოვზეც, ქალაქის კიევის რაიონში 6 აფეთქება მოხდა, იწვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ხანძრის ჩაქრობას. ამ დრომდე ცდილობენ მეხანძრე მაშველები. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სამხედრო ოპერაციას განაგრძობს სახალი ღაზაში. კონფლიქტის ზონაში ისრაელის ძალების იერიშებს ბოლო 24 საათის განმავლობაში 64 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან ბავშვები. წითელი ნახევარმთვარი საზოგადოების ცნობით რაფახში ერთი კვირის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპული 14 ადამიანის ცხედრის ნახვა მხოლოდ ახლა მოხერხდა. მათ შორის 8 მედიკოსი, 5 სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელი და გაეროს სააგენტოს ერთი თანამშრომელია.
სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა კანადაში, ოტავაში, კვებეკსა და ონტარიოში ყინული შტორმმა ასობით ათასი ადამიანი დენის გარეშე დატოვა. ელექტროგადამცემ ბოძებთან ერთად მოგლეჯილია ხეების, რის გამოც საავტომობილო გზებსა და რკინიგზაზე გადაადგილება შეზღუდულია. შტორმის შედეგად დაზიანებულია საჯარო და კერძო ინფრასტრუქტურა. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენას ურჩევს. და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ British Airways-ი საქართველოში დაბრუნდა. პირველი განახლებული რეისი ლონდონის Heathrow აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას შესრულდა. გაერთიანებული სამეფოს ფლაგმანმა საქართველოში 150 მგზავრი ჩამოიყვანა. ამ დღესთან დაკავშირებით სამთავრობო ტერმინალში ოფიციალური მიღება შედგა. ღონისძიება საქართველოში ბრიტანეთის ელჩი, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი ძალიან მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები დიდ ბრიტანეთში იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა, როგორც ტურისტული მიმართულების, გვაქვს არაერთი პროექტი ავიაკომპანია British Airways-თან ერთად იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წავახალისოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა და დარწმუნებულები ვართ, რომ ავიაკომპანია British Airways-ის შემოსვლა იქნება ახალი განაცხადი ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორისთვის. ჩვენ ვიხილავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს დიდი ბრიტანეთიდან. მოხარულები ვართ, რომ რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შევძელით მიგვეღწია შეთანხმებას ბრიტანეთის ფლაგმან ავიაკომპანია British Airways შორის. British Airways 4 დღის სიხშირით შეასრულებს ფრენას ლონდონის Heathrow აეროპორტსა და თბილისის აეროპორტს შორის. მოგეხსენებათ, რომ Heathrow აეროპორტის დატვირთულობიდან გამომდინარე რთულია მოლაპარაკებების მიღწევა. მაგრამ გუნდის დაუღალავი შრომის შემდეგ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით შეთანხმება მიგვეღწია. შესანიშნავი დღე არის ქართველებისთვის და ბრიტანელებისთვისაც, იმიტომ რომ იწყება პირდაპირ ფრენა ლონდონიდან თბილისში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოახდენს ძალიან დადებით გავლენას ტურიზმზე, ეკონომიკაზე. როდესაც არის კონტაქტი ურთიერთობა ორ ქვეყნებს შორის, ეს კარგი ნაბიჯი არის. დღის ამბების ნახვა რუსთავი 2.G-ზე შეგიძლიათ. კურიერი პირდაპირ ეთერში მუშაობას 12 საათზე დაუბრუნდება. მე კი ამით გემშვიდობებით ნახვამდის.